აკრძალულია და ისჯება კანონით საარჩევნო მიზნით საქართველოს მოქალაქისათვის ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირება ან გადაცემა. აკრძალულია და ისჯება კანონით მოქალაქის მიერ საარჩევნო მიზნით მატერიალური ფასეულობის მიღება. მე ვიცი რომ ეხლა დღეს საყვარელიძე მოდის ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული ლიდერი. მე დიდი სურვილი მქონდა შევსწრებოდი მის შეხვედრას. აქედან რო წავალ, მე სხვა სოფელში მაქვს შეხვედრა. თუ გავიგებ რომ აქ მოდის, მე ალბათ მოვტრიალდები და მასთან პირადად მექნება გასაუბრება და მოდი ხალხმა ხალხმა გასაჯოს, აი ამ მატყუარებ კიდე რომ დადიან სიცვილოდ და შუბლის ზარღვია გაწყვეტილი, არ როგორ დადიან, ხალხში როგორ აჩნდებიან, მე ძალიან მიყვირს. ნაციონალური მოძრაობა საყვარელიძე. კითხვები დაუსვით თუ შეიძლება რომ ხელი ცხოვრება გვაქვს. რომელი საყვარელი? ის ახალ პოსტულიეთი აღხსენეთ რა ახალ სასაყვარელი. თუ კი სააკაშვილს და ეხლა საყვარელიძე არის რასე თქვის აქა, სად არის ეხლა ის აყვავებული სოფლები, რა ვიცი, ჩვენს ხელში გაკეთდა, მაგასაც ჩამოვთვლ დუეში მაგალითად. ეხლა აგერ მიწერია და რო არ გამოვჩეს, წავიკითხავ და მე თქვენ პრობლემასაც მოვისმენთ. რაც გაკეთდა, თუ არ გაკეთდა, გითხარით რომ არ გაკეთებულა. ბუკლეტები ხოდაგირია. თუ გამარჯვეთ, აი გიგერდა მაგრა გამოვალდა. სოფელი გრაკალი. აბანუ გამოსწია ის კაცი მაგალითად. ხო, ესე იგი, სასმელი წყალი დუეში. სასმელი წყლის პროექტი ჩაშვებულია, მიმდინარეობს მისი კეთება, ასია? ის ერთი პარტია აფერისტები. ერთი წამით აფერისტები. რატომ მიშა სააკაშვილს არ უსვავდით 20 წელი ამას, რომ ციკრებ? თუ უსვავდით, ჩემო კარგო მამი. ვარ საერთოდ ვარ გაწყალი და გადავალ ხიფაპასის რეჟიმში და მოგისმენ. სათავად აქაც რომ შემოიტანა აბსოლუტურად ახალი თითქოს სულად ახალი პრინციპები გაუკვირდა საზოგადოებას. უყურეო თითს უქნევს ყველას, თითს არ უქნევს ბატონო. ეუბნება ილაპარაკეთ სიმართლე, დაწერეთ სიმართლე. თუ გინდა რომ ჟურნალისტად გაიზარდო და ჩამოყალიბდეთ, ჟურნალისტი უნდა სიმართლეს ემსახურებოდი კაცო. ვიღაცა რაღაცა შეგიკვეთავს რომ რამაზის ეხლა უნდა რომ ბელადად მაქციოდა, დილდაც საღამომდე რაღაცები გადაიღე, ხან ამ პროფილში დამაყენე, ხან იმ პროფილში. არ იქნები, ვერ გაიზრდები ჟურნალისტად, ჩვილო ვიცახა. ამიტომაც ბატონი ბიძინას პრინციპები და პოზიცია ქართველ ერს ზუსტად რაც სურდა. აი იმას მოერგო.